ეს არის ის თუ როგორ აღწერენ გერმანელების სიტყვა ბედნიერებას. Porsche 991 GT2 RS. მას ეძახიან Widowmakers. ანუ ქრივების შექმნას. რადგან ფორმულა ყოველთვის ძალიან მარტივი იყო. შენ ყიდულობდი მას, ატარებდი ისე თითქოს მოიპარე, შემდეგ კი საღამოს ვიღაც ძალიან კარგ კოსტუმში გამოწყობილი მამაკაცი დაждდებოდა შენს მეუღლესთან და აუხსნიდა თუ როგორ მიიღებდა შენი სიცოცხლის დაზღვევის თანხას. ეს დღეს ჩვენ და გვაქვს, ეს არის 700 ცხენის ძალა, რომელიც მიმაგრებულია უკანა წამყვან ავტომობილზე. ეს ავტომობილი არის ძალიან მსუბუქი, 1470 კილოა სულ და იმყოფება რუსთავის ავტოდრომზე. ეს კი ნიშნავს, რომ დღეს მე მას სულ სამოვხდი. მაგრამ მანამდე ისტორია. სანამ ვიდეოს გავაგრძელებთ, მანამდე მინდა გითხრათ, რომ სოკარზე შეგიძლია მოიგო ბინა და ეს ყველაფერი არის ძალიან მარტივი. უბრალოდ ჩაასხი სოკარზე საწვავი ან გაზი, ნებისმიერი სახეობა და 15 ლიტრის საწვავის ჩასხვის შემთხვევაში ან 15 კუბი გაზის ჩასხვის შემთხვევაში მიიღებ გათამაშების ერთ ბილეთს. აქცია მიმდინარეობს 1 ივნისიდან 31 აგვისტომდე და 10 სექტემბერს გამოვლინდება 5 გამარჯვებული. რატომ 5? იმიტომ რომ თამაშდება 1 ბინა, 1 ელექტრომობილი და 3 10,000 ლარიანი პრიზი. ანუ 3 ადამიანს 10,000 ლარი გადაეცემათ რა. აი ესე მეგობრებო, შეგიძლია მოიგო ბინა 92 კვადრატის საბურთალოზე სოკარში უბრალოდ საწვავის ჩასხმით. ახლა კი მოდი გავაგრძელოთ ვიდეო. ამაქანის ისტორია 1994 წელს დაიწყო, როდესაც Porsche-ს თავისი საბოლოო 993-თვის ომოლოგაცია ჭირდებოდა. მაშინ გადაწყვიტეს, რომ აეღოთ ჩვეულებრივი 993, მოეკლოთ 200 კილოგრამი, მოეშორებინათ წინა წამყვანი და გაეძლიერებინათ. ხო, კი ბატონო, უფრო ძლიერი ძრავით გამოიშოთ ეს მანქანა. და მაშინ მივიღეთ პირველი Porsche 993 GT2 და დაიბადა Widowmaker. ნუ, იგივე ქრივების შემქმნელი. ამის შემდეგ მოვიდა უკვე 996 GT2, რომელიც იყო სხვადასხვა პირველი Porsche, რომლის ყიდვა შეგეძლო კერამიკული მუხრუჭებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ამ მოდელისთვის. ნუ ფორმულა იგივე იყო, ნაკლები წონა, მეტი ძალა, არაადეკვატური ქცევა და ნუ სახელი Widowmaker-ის გამხარება, იმიტომ რომ ამ მოდელმაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შემდეგ უკვე იყო 997 GT2 მხოლოდ მექანიკური გადაცემათა კოლოფით და ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ეს იყო ბოლო GT2, სადაც ესე ჯოხის ტრიალი შეგეძლო. მაგრამ ეს იყო სტარტერი ვერსია და შემდეგ უკვე გამოუშვეს GT2 RS, რომელსაც 530 ცხენის ძალა ჰქონდა და იყო ყველაზე მძლავრი Porsche, რომელიც ოდესმე შექმნილა იმ დროისთვის. და მაშინ, როდესაც ხალხმა იფიქრა, რომ Porsche არაადეკვატურობისა და აბსურდიზმის ფინალში გავიდა და ლოგიკურ ზღვარს მიაღწია, Porsche-მ გამოუშვა ეს. მანქანა, სადაც GT2-ის შექმნისთვის თავი არც კი შეიწუხეს და პირდაპირ RS-ი გამოუშვეს. ეს დაახლოებით იგივეა, რომ რესტორანში სტარტერი არ მოგიტანონ და პირდაპირ ალმოდებული ძროხა დაგიდონ წინ. მოდი ნახოთ რა დააშავა Porsche. აქ უკან, სადაც Porsche-მ და ღმერთმა გადაწყვიტეს, რომ ძრავი უნდა იყოს განთავსებული, რაც სრულიად ლოგიკური ადგილია, იმიტომ რომ აქ ძრავი ისეა ჩამოკიდებული როგორც მთვრალი კაცი ღამის ლამპიონზე, განთავსებულია 3,8 ლიტრიანი Flat 6, ანუ ოპოზიტური ძრავა, რომელიც გამოიმუშავებს 700 ცხენის ძალას და 700-ივე ცხენს მიმართავს უკანა საბურავებზე. ანუ წარმოიდგინეთ, არავით არის უსაფრთხოება, არავით არის წინაწამყვანი, არავით არის უფროსების ზედამხედველობა. ახლა შეიძლება ვიღაცამ თქვას, რა არის აქ განსაკუთრებული, ჩვეულებრივი ტურბო S-ის ძრავია. თუმცა, ამ მანქანის ამწყობს Adrian Preuninger's თქვენთან გასაუბრება ენდოებოდა. იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ კარგად გაჩიფული ტურბო S-ის ძრავი. აქ ჩვენ გვაქვს უფრო დიდი ტურბოები, რომელიც საშუალებას აძლევს მანქანას, რომ 130 ცხენის ძალით მეტი გამოიმუშაოს. ეს მანქანა, როდესაც ისე დადის, როგორც უნდა დადიოდეს, რისთვისაც შეიქმნა, იმდენად ხურდება,
რომ ტემპერატურა ზედმეტად იწევს ძრავში და სიმძლავრეს კარგავს. და ამისთვის გერმანელებმა ძალიან უცნაური გადაწყვეტილება მოიგონეს. გერმანელებმა გადაწყვიტეს, რომ ამ მანქანისთვის მიეცათ საკუთარი პატარა წვიმის ღრუბელი. წინ დააყენეს 5 ლიტრიანი წყლის რეზერვუარი, რომელიც გახურების შემდეგ ინტერკულერს ასხავს წყალს. ამას ტემპერატურა ჩამოყავს დაახლოებით 15 გრადუსით, ანუ 15 გრადუსით ამცირებს ტემპერატურას და მანქანას უბრუნდება ისევ ის სიმძლავრე, რომელიც უნდა კონდეს. მინუსია ეს? კი, შეიძლება ითქვას, რომ მინუსია, იმიტომ რომ ნურბურგრინგზე დაახლოებით 3 ძალიან ბასრი წრის შემდეგ ამ მანქანას სჭირდება წყლის აუზის შევსება და ეს რო მოგითარგმნოთ საქართველოში, რუსთავის ავტოდრომზე გადის დაახლოებით 7-8 წრეს. რაც საკმაოდ ცოტაა, ვერ ვიტყვი რომ ბევრია, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ 7-8 წრის შემდეგ დასვენება მძღოლს მაინც მოუნდება რა. კაი, სხვა რამეს მინდა შევხედოთ რა. ანუ, ნახეთ, ეს მანქანა იმდენად ბრუტალური და სწრაფია, რომ პირდაპირ მნიშვნელობით წყურდება. რა მაგარია? შემდეგ მოდის აეროდინამიკა. ამ მანქანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი. აქ ჩვენ გვაქვს ტუჩი დამატებული, რომელიც მანქანას რა თქმა უნდა მიწაზე აკრობს. გვაქვს ჰაერის ამღები აი ამდენი სივრცე, რაც ძალიან ბევრია. გვაქვს ჭრილები და ლაყუჩები, რომელიც ჰაერს ისე გადაატარებს ზარაზე, რომ მანქანა პირდაპირ მნიშვნელობით დაკრობილია ასფალტზე. და ბოლოს გვაქვს აი ეს სპოილერი, რომელიც იმხელაა, რომ საკუთარი საფოსტო ინდექსით შეიძლება რომ გქონდეს. სხვადასხვა ეს სპოილერი აქ უბრალოდ სილამაზისთვის არაა. ამ სპოილერს აქვს თავისი დანიშნულება. და მისი დანიშნულებაა, რომ ხელი შეუშალოს ამ მანქანის ტრაქს გაასროს მის ცხვირს. რაც 709 ძალიანი უკანაწილოვანი Porsche-ის შემთხვევაში საკმაოდ ლოგიკური მისწრაფებაა. კაი, აწყე 709 ძალიანი მონსტრი, რომელიც იყო უკანა წამყვანი, შემდეგ ესე დადგნე, შეხედეს და იკითხე. ჩვენ ახლა ავაწყეთ მოსიარულე გილიოტინა. მოდი შევეცადოთ რამენაირად სიცოცხლისთვის ნაკლებად საშიში რომ იყოს. და ამაზე ყველას ერთხმა დაუწყდა სიცილი, იმიტომ რომ ამ მანქანაში არაფერი არ გაუკეთებიათ, რომ სიცოცხლისთვის ნაკლებად საშიში იყოს. მაგრამ ყველაფერი გააკეთეს, რომ წონაში იყოს უფრო მსუბუქი. ის სულ 1470 კილოგრამს იწონის. როგორ მოახერხეს ეს? კაპოტი კარბონია, სახურავი მაგნეზიუმისგანაა დამზადებული. გამშვები არის ტიტანის, რაც ნიშნავს, რომ 7 კილოთი უფრო მსუბუქია, ვიდრე 911 ტურბო S-ის გამშვები. 7 კილოს გამო ტიტანი გამოიყენეს მანქანაში, ანუ ხვდებით რამდენად გაფანატებული ქონდათ წონაზე? და მაინც თუ ვინმე ჩათვლით, რომ 709-ის ძალაზე 1470 კილოგრამი თქვენთვის ზედმეტად მძიმეა, ამ Porsche-ზე Porsche-მ შემოგთავაზა ვაისახის პაკეტი, რომელიც საკუთარ თავში გულისხმობს მაგნეზიუმის დისკებს, რომელიც ამ მანქანაში სხვათა შორის უკვე აყენია. კარკასს, რომელიც ტიტანისგან არის დამზადებული და კიდევ რამდენიმე შემსუბუქებას, რაც ჯამში 30 კილოგრამით ნაკლებ წონას იძლევა. და იცით რა ღირს ეს პაკეტი? 30,000 ევრო. ანუ ერთი გდანში 30 კვადრატული ბინის ფასი ღირს ამ მანქანის პაკეტი მხოლოდ. ანუ, ეხლა ეს ყველაფერი მოდი შევაჯამოთ რა. Porsche-მა აწყო მანქანა, რომელსაც აქვს 700 ცხენის ძალა, სულ 1470 კილოგრამს იწონის. მთელი ეს ძალა მიმართულია უკანა საბურავებზე, კაპოტი დამზადებულია კარბონისგან, დისკები და სახურავი კი დამზადებულია მასალისგან, რომელსაც ადამიანები მოвихმართ ხოლმე კუნთში სპაზმის მოსახსნელად. კი ბატონო, მაგნეზიუმისგან. და ამ ყველაფერთან ერთად ამ მანქანას წყურდება პირდაპირ მნიშვნელობით. ხვდებით რა სიგიჟესთან გვაქვს საქმე დღეს? და ეს მე ძალიან მომწონს. შიგნიდან ეს მანქანა დიდებულად აგრესიულად უაზროა. აქ ჩვენ გვაქვს კარბონის კოუშები, რომელიც ისევე გეხვევა როგორც ციგანი ბავშვი, რომელსაც ლარიანი არ მიეცი. სახელურები გამქრალია და ამ ნაჭრითაა ჩანაცვლებული. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ნამდვილი სახელურები 40 გრამს იწონიდა. როგორც ჩანს, ეს 40 გრამია დიდებასა და ანონიმურად სიკვდილს შორის სხვაობა. აქ არაფერი ხელიდან შარს არ უშვებს, რომ შეგახსენოს, რომ GT2 RS-ში ხარ, აქაც GT2 RS-ი აწერია.
დეშბორდზე GT2 RS-ი აწერია, სავარძლებზე GT2 RS-ი აწერია, მოკლედ ყველგან GT2 RS-ი აწერია, სადაც შეიძლებოდა რომ დაეწერათ. ასევე აქ ჩვენ გვაქვს აი ეს ალკანტარის საჭი, რომელიც ხელში ფანტასტიკურად ძის, უსაფრთხოების კარკასი და ცეცხლმაქრი. რითიც Porsche გვეუბნება რომ იცით სერ, ჩვენ დავითვალეთ ციფრები და ძალიან დიდი ალბათობა იმისა რომ თქვენ დაიმტვრობით. ერთი რაღაცა მინდა ახსნა რა. Porsche 911 Turbo S ყოველთვის იყო ყველაზე უსაფრთხო დრაგსტერი, რომელიც დედამიწას უნახავს რა. ანუ პირდაპირ მნიშვნელობით შეიძლება 6 წლის ბავშვი დასვა, გაზს და მუხრზე დაადგმევინო ფეხი, შემდეგ მუხრზე აიღებს და რბოლას მოიგებს. თუმცა ეგ მანქანა თავის თავს თვითონ ასწორებს. ძალიან უსაფრთხო და ძალიან გაწონასწორებული და დაბალანსებული მანქანაა. ამას საერთო იმასთან არაფერი არ აქვს. ანუ დაძვრის მომენტიდან შენს მოკლას ცდილობს. ეხლა ნახეთ. სად გარფიხარ შენი? ანუ ესე დადის რა, რაღაც სახო 150-მდე აქედიკი დადის და მერე სორდება. და რო სორდება, მერე გიჟდება. წინა RS-ებზე უყურე ბევრ განხილვებს და ყველა ამბობს იმას, რომ იმათ პრობლემა ის იყო, რომ არაფერი და მერე ტურბო იხსნება და ყველაფერი და რაღაც სიკვდილის პირას ხარ. არა ამ ქვეყნიური რაღაცაა და ყოველთვის მანქანა ცდილობს რომ გამოგცადოს. და ყველაზე სერიოზული ყველაფერი მაშინ ხდება, რომ როდესაც მოცურებას თლიანად თიშავ და გადაგაქვს მექანიკაში. აი! ხო გონია რომ ძუძუებს ვლაპარაკობ? არა. ამ მანქანის მეპატრონის ყობის ზომაზე აქ საუბარი რა. ყველას ყოველთვის წარმოედგინა რომ Porsche არის კომფორტული track day მანქანა რა და იქ კომფორტულად იქნება. საერთოდ არა, მეგობრებო, აქ კომფორტის არაფერი არა. ხვაური ისე შემოდის მანქანაში, გეგონება რომ Formula 1-ის ბოლიჩიზი ხარ. სავალი ნაწილი მთლიანად დაწყობილია რეზინების გარეშე, როგორც ნამდვილი სპორტული ავტომობილი. ანუ აქ სირბილე შეგიძლიათ რომ დაივიწყოთ და ბოლოს ორ საბურავზე გაშვებული 700 ხედის ძალა. რა სიკიშია ეს ხო დაახლოებით იგივეა რომ 3 წლის ბავშვს ალესილი დანებების ხელში და მშვიდად იყო. ანუ ვიყიდულობს ამ მანქანას. აგინახავ დიდარი მამიკოს ბიჭები Porsche Turbo S-ზე. ეს არის ის რითიც მამამისი მოძრაობს. შვილს უშვებს უსაფრთხოდ, წადი შვილო, გინდა სლავი მანქანა Turbo S გიხიდი რა, ვიცი არ მოკვდები. და თვითონ ჩამოდის და ლუციფერთან ხელ გადახვეული ზის მანქანაში და ცდილობს რომ საღამოს სახლში მივიდეს. როდესაც Porsche-ს ყიდვაზე მიდგება ხოლმე საქმე რა, ყველა ვისაც უნდა აჩვენოს რომ მანქანის შესახებ რაიმე გაეღება, იძახის რომ მე Porsche GT3 RS-ი მინდა. და წარმოუდგენია რომ ამ მანქანით ქალაქში ივლის. ამი რომ დავანებოთ იმას რომ GT3 RS-ით ქალაქში სიარული დაახლოებით იგივეა რომ სპორტული ფეხსაცმელ ოპერაში წახვიდე. აქ საერთოდ სხვა რაღაცაა რა. ნახეთ ციფრებში თუ ჩავალთ აღმოვაჩენთ რომ GT3 RS აქვს 180 ცხენის ძალით ნაკლები ვიდრე ამას. კი ბატონო, იქ არც ტურბოები გვაქვს. კი ბატონო, მაშინ რა ხდება? რატომ ეს GT3 RS-ი უფრო ძვირი ვიდრე ეს? პასუხი მოსახვევების გავლაშია. GT3 RS-ი არის მანქანა, რომელიც ცდილობს რომ რაც შეიძლება სწრაფად გაგატაროს ტრეკი. და თან ეს ყველაფერი ის ეკნას რომ დაახლოებით 6 თვეში შენი ცოლის დაკერვას ვიღაც ტიპი არ ეცადოს, რომელსაც უბრალოდ მისი მემკვიდრეობით მიღებული ფული აინტერესებს და მეტი არაფერი. აქ საერთოდ სხვა რაღაცაა რა. GT3 RS-ი თითქოს არის მათთვის, ვინც ამ მანქანის ტრეკზე სიარულს ვერ დედავს. კი, ამით უფრო ნელა გაივლი, კი ბატონო, მაგრამ აქ ისმის თავარი კითხვა, გაივლი კი? იმიტომ რომ ყოველ მოსახვევზე სიკვდილთან გაქვს გასაუბრება. კარგი, მოდი ახლა შევაჯამოთ ჩვენი ვიდეო მეიკერი. ეს ჩვენი ქვრივთ შემქმნელი, ისევ ისეთი ქვრივთ შემქმნელია, როგორც თავიდან იყო? ისევ ისეთი დაუნდობელი და საშიშია და ისევ ისეთი არაპროგნოზირებადი? არა. არა. აღარ არის ეს ის მანქანა, რაც თავიდან იყო რა. ისინი საერთოდ არანორმალური ავტომობილები იყვნენ. ყოველი ფეხის დადგმა აქსელერატორის სატერფულზე იყო შანსი, რომ შენ იმ საღამოს სახლში ვეღარ მიხვიდოდი. ნებისმიერ მათგან შეიძლებოდა, რომ უბრალოდ გარეთ პურზე გამოსული ხეზე შემოეხვიე ისე, რომ ვეღარაფერი ვეღარ გიშველიდა. აქ აღარ გვაქვს. ეს ცოტა დასერიოზულებულია, დაწყნარებულია და შედარებით უფრო კონტროლირებადია.
ნახეთ, აქ ძალიან საინტერესო რაღაცა არის შედარებით. როგორც კი ამ მანქანას იმ ფუნქციას გაუთიშავ, რაც მოგვიანებით დაემატა ამ მოდელში. და ეს ფუნქცია არის მოცურების საწინააღმდეგო სისტემა. იმაზე უფრო არაადეკვატური ხდება, ვიდრე ოდესმე მისი წინაპარი ყოფილა. ანუ ეს მანქანა სრულად გიჟი არის, არასაჭირო და არაპროგნოზირებადია. ბრუტალიზმის სიტყვა რომ მანქანა იყოს, დიდი ალბათობით ეს იქნებოდა რა. იმაზე ბევრად უფრო მეტი შანსი გაქვს, რომ რულეტკაზე ერთ ციფრს ჩაგიგდებს, ვიდრე ის, რომ მიხვდე ეს მანქანა შემდეგი საით წავა. საკმარისია მოცურება გათიშო და მორჩა, შენი კონტროლის ქვეშ აღარაფერი აღარაა. ეს მანქანა კი არ გეხმარება მოსახვევის გავლაში, გებრძვის, ანუ შენი მტერია და შენ გაუჯობესებაზე მუშაობს იმით, რომ მაქსიმალურად ყველაზე დიდ წნეხს და სტრესს გატარებს. და ბოლოს მინდა ერთი რაღაცა ვთქვა, რომ ეს მანქანა გჭირდება? არა. საერთოდ არაფერში არ გჭირდება. მაგრამ გინდა. იმიტომ რომ არის რაღაცეები, რაც არ გჭირდება, მაგრამ მაინც გინდა და ეს არის ზუსტად ის. ერთ-ერთი საუკეთესო რამაა, რაც ჩვენს სახეობას ოდესმე შეუქმნია. თუ ოდესმე ადამიანებს უცხოურ ცივილიზაციასთან გვექნება კომუნიკაცია და გვეტყვიან, "ჰეი, თქვენ ადამიანებო, აბა გვაჩვენეთ მან რა გააკეთეთ ამ რამდენიმე 1000 წლის მანძილზე." აბა აი მაგალითად ჩვენ უკვდავებას მივახციეთ, თქვენ რა ქენით? და ჩვენ ამ დროს ძალიან თავისუფლად შეგვიძლია ვთქვა. და მე ეს მანქანა გამოვიყვანოთ. და ყველა გაჩნდება. აი ამ ძალიან საამაყო ნოტაზე ძალიან დიდი მადლობა რომ დარჩით ჩემთან ერთად, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო თუ მოგწონთ. კარგად ბრძანდებოდეთ.